თუ გაქვს ხეხილის ხე, რომელიც დიდი ხანია იზრდება, მწვანეა, ჯამფრთელია ლამაზი ფოთლებით, მაგრამ ნაყოფს არ იძლევა, ეს ვიდეო შენთვისაა საინტერესო. რადგან დღეს გასწავლი რეალურ ტექნიკას, რომელსაც უკვე მრავალი წელია იყენებენ და სწორად გამოყენების შემთხვევაში შეუძლია შენი ხე ნაყოფის გამოღებას დაიწყოს. თუმცა, არსებობს სწორი და არასწორი გზა ამის გასაკეთებლად. ზუსტად ამაზე ვაპირებთ დღეს საუბარს. ამ არხზე ვაზიარებთ რეალურ ტექნიკებს ჩვენი ხეების მოსავლიანობის გასაუმჯობესებლად, რომლებიც გამოცდილებასა და პრაქტიკაში რეალურად მოქმედ მეთოდებზეა დაფუძნებული. რაც დღეს აგიხსნი, ბევრ ადამიანს ემართება. ხავთ ლიმონის ხე, ფორთოხლის ხე, ან თუნდაც ავოკადო, რომელიც წლებია დარგულია. ხე იზრდება, ამოჰყავს ახალი ფოთლები, ძლიერად და ჯანმრთელად გამოიყურება, მაგრამ არ ყვავის ან ძალიან ცოტა ყვავილობს და ნაყოფი არ ისხამს. პირველი რაც ადამიანს აზრად მოსდის არის ის, რომ ხეს სასუქი აკლია, წყალი აკლია ან რაიმე პრობლემა აქვს, მაგრამ ხშირად ეს არც ერთია. ხშირად ხე ზედმეტად კომფორტულადაა და როცა ხე ზედმეტად კომფორტულადაა, იზრდება, მაგრამ ნაყოფს არ იძლევა. აქ შემოდის ტექნიკა, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, რომელიც ცნობილია როგორც რგოლოვანი ჭრა ან ხაზოვანი ჭრა, ხის ტიპის მიხედვით. ეს ტექნიკა მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, განსაკუთრებით ციტრუსებსა და ავოკადოზე და სწორად გამოყენების შემთხვევაში ხეს არ აზიანებს, არამედ პირიქით აძლიერებს ყვავილობისა და ნაყოფის წარმოქმნას. სანამ გავაგზელებ, მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამ განმარტო, თუმცა არ მინდა არავის იმედი გაუცრუო. ეს ტექნიკა საუკეთესო შედეგს იძლევა მაშინ, როდესაც გამოიყენება უკვე ჩამოყალიბებულ ხეებზე, რომლებსაც უკვე აქვთ სტრუქტურა და ასაკისა და ზომის მიხედვით უნდა აწარმოებდნენ ნაყოფს. ძალიან ახალგაზრდა ხეებში ხე ჯერ კიდევ კონცენტრირებულია ზრდაზე, ტოტებისა და ფესვების ჩამოყალიბებაზე, მაგრამ როდესაც ხე უკვე განვითარებულია და მაინც არ იძლევა ნაყოფს, სწორედ აქ ამ ტექნიკას ნამდვილად შეუძლია განსხვავების შეტანა. ახლა ავხსნით ზუსტად რაც წარმოადგენს რგოლოვანი ან ხაზოვანი ჭრა. ციტრუსოვან ხეებში, როგორიცაა ლიმონი ან ფორთოხალი, ეს გულისხმობს ძალიან თხელ წრიულ ჭრას ტოტის ქერქზე. ეს არ არის ღრმა ჭრა, არ ნიშნავს ტოტის მოჭრას, უგრომოდ ქერქის მოცილებაა საჭირო. ეს ძალიან გავს იმ ჭრას, რომელსაც ვაკეთებთ, როდესაც საჰაერო დაკალმებას ვახორციელებთ. და ეს შემთხვევითი არ არის, რადგან პრინციპი ზუსტად იგივეა. ახლა მინდა რომ ძალიან ყურადღებით მოусმინო შემდეგს, რადგან ეს ვიდეოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ აქ უშვებს ხალხი ყველაზე მეტ შეცდომას. ეს ტექნიკა არ გამოიყენება ხის ყველა ტოტზე და არ კეთდება უბრალოდ თვალის ზომით, არამედ პროპორციით. ზოგადი წესი მარტივია. მაქსიმუმ მუშავდება ხის ტოტების დაახლოებით 50%, არასოდეს ყველა. მოგიყვან მაგალითებს, რო არ იყოს გაუგებრობა. თუ შენს ხეს 4 მთავარი ტოტი აქვს, სწორია ეს ტექნიკა 2 ტოტზე გამოიყენო. თუ 6 ტოტი აქვს, 3-ზე აკეთებ, თუ 10 ტოტი აქვს, 5-ზე აგეგებ. ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად ამ ლიმონის ხეს 15 ტოტი აქვს. ამ წესის მიხედვით თავის დროზე სწორად იყო ტექნიკის გამოყენება მხოლოდ 7 ტოტზე, არასოდეს ყველა ტოტზე. როგორც ხედავ, შედეგები აშკარად ჩანს. დიდი ლიმონები კარგად ფორმირებული, ძალიან მოსავლიანი და თანაც ქოთანშია, რაც კიდევ უფრო დასაფასებელია. ამ შემთხვევაში უკვე აღარ არის საჭირო ტექნიკის გაგრძელება, რადგან ხემ უკვე გამოავლინა რეაქცია. ანილირება თავის დროზე გაკეთდა, ხემს სწორად უპასუხა და ახლა ბუნებრივად იძლევა ნაყოფს. ესეც მნიშვნელოვანია, რომ სწორად გავიგოთ. ანილირება არ არის რაღაც მუდმივად აკეთებენ. ეს არის კონკრეტული ტექნიკა, რომელიც გამოიყენება ხის სტიმულირებისთვის მაშინ, როცა მას ეს სჭირდება. როცა ხე უკვე სწორად იძლევა ნაყოფს, უმჯობესია დავტოვოთ მშვიდად, კარგად მოუაროთ და უბრალოდ შედეგით დავტკბეთ. ახლა გავიგებთ, რატომ მუშაობს ეს ტექნიკა ასე კარგად. ხეს ორი ძირითადი ნაკადი აქვს. ერთი მხრივ, ფესვები აგზავნიან წყალსა და საკვებ ნივთიერებებს ზევით, ღეროს შიგნით. მეორე მხრივ, ფოთლები ფოტოსინთეზის გზით ენერგიას აწარმოებენ. ეს ენერგია ჩვეულებრივ ქერქის გავლით ხის ტანზე და ფესვებზე ჩადის. როცა ანილირებას ვაკეთებთ, წყვეტთ იმ ენერგიის დაბრუნებას, რომელიც ქერქის გავლით ქვევით მიდის. ამიტომ ხის ზედა ნაწილში წარმოებული მთელი ეს ენერგია იქვე გროვდება და ხე, როგორც ბუნებრივი პასუხი, ამ ენერგიას გამრავლებისთვის იყენებს, ანუ ყვავილებისა და ნაყოფის წარმოებისთვის. ამიტომ ყოველთვის, როცა საჰაერო დაკალმებას ვაკეთებთ, სწორედ დაკალმების ზემოთ ძალიან ბევრი ნაყოფი ჩნდება, ხო ასეა? ეს შემთხვევითი არ არის, ეს ზუსტად იგივე ფიზიოლოგიური პრინციპია. ეს მე ბევრჯერ დამიმტკიცებია.
პატარა ტოტებზე, სადაც რგოლი ან სახაერო დაკავნება გაკეთდა, მინახავს 6, 8, 10 და კიდე უფრო მეტი ნაყოფი ერთ პატარა ტოტზე. მაშინ როცა იმავე ხის სხვა ტოტებზე, სადაც არაფერი გაკეთებულა, ძალიან ცოტა ან საერთოდ არანაირი ნაყოფი არ იყო. ეს არ არის იღბალი. ასე პასუხობს ხე ამ სტიმულს. ახლა გადავიდეთ საჭირო მასალებზე და ნაბიჯ-ნაბიჯ ახსნაზე, შვიდად. ამ შემთხვევაში გაჩვენებთ, როგორ კეთდება რგოლი, მხოლოდ ერთ ტოტზე. მაგალითად, ეს კონკრეტული ხე უკვე დამუშავებულია თავის დროზე და როგორც ხედავთ, უკვე ნაყოფს იძლევა, ასე რომ საჭირო არ არის, თავიდან ამ ტექნიკის გამოყენება. მაგრამ გაჩვენებ, როგორ კეთდება, რომ სწორად შეძლო შენს ხეზე გამოყენება. რგოლის გასაკეთებლად გვჭირდება კარგად გალესილი დანა სკალპელი, მეტი არაფერი. მთავარია რომ კარგად ჭრიდეს, რადგან რამდენიმე სუფთაჭრილის გაკეთება მოგვიწევს. რგოლის გაკეთება ძალიან მარტივია. ტოტის გარშემო კეთდება 2 პარალელური ჭრილი, სრულად შემოვლებული, ანუ ტოტის მთელ ფრეზე და სრულ რგოლად ჩამოყალიბებული. ეს 2 ჭრილი ერთმანეთისგან უნდა იყოს დაშორებული დაახლოებით 9 სანტიმეტრით, ანუ დაახლოებით 5 მილიმეტრით. ზუსტი არ უნდა იყოს, ეს უბრალოდ მიტითებაა. ამ დაშორება საკმარისია. როცა 2 ჭრილი უკვე გაკეთებულია, შემდეგ ვიღებთ მთელ ქერქს, რომელიც მათ შორის რჩება. ამისთვის უბრალოდ ვაკეთებთ პატარა ჭრილს 2 რგოლს შორის შუაში და ვიღებთ მთელ ქერქს, რომელიც ტოტს შემოუვლის. როცა ქერქს ხსნით, ჩანს კამბიული. ის ჩანს როგორც პატარა გლუვი, ოდნავ მბზინავი ფეგა. ეს, რასაც ხედავთ, ზუსტად ისაა, რასაც ვეძებთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ეს კარგად გაიგოთ. ხეს არ ვჭრით, ხეს არ ვთხეკთ ისე, როგორც საჰაერო დაკალმებისას ხდება. ამ შემთხვევაში კამბიუმს არ ვიღებთ, უფრო ღრმად არ ჩავდივართ, ტოტის შიგნით არ ვაზიანებთ, მხოლოდ ქერქს ხსნით და მორჩა. როდესაც რგოლი სწორად არის გაკეთებული, ქერქი ადვილად ცილდება და ჩანს ის გლუვის შიდა ნაწილი. ამ დროს ვიცით, რომ რგოლი სწორად არის შესრულებული. მას შემდეგ, რაც რგოლი გავაკეთეთ და ქერქი მოხსენით, რომ თავიდან ავიცილოთ სოკოვანი ინფექციები ან სოკოების გაჩენა ამ ტრილობაზე, შეგვიძლია ცოტა დაბქული დარიჩინი დავაყაროთ, თუ ხელთ გვაქვს. და თუ დარიჩინი არ გვაქვს, აბსოლუტურად არაფერია საშიში. ასევე შეგვიძლია ალოე ვერა დავამატოთ, რომელიც ჭრილობის დატენიანებას უწყობს ხელს და ხელს უწყობს ნაწიბურის წარმოქმნას. ამის შემდეგ არაფრის გაკეთება აღარ არის საჭირო. არც შეკვრაა საჭირო, არც დაფარვა, არც არაფრით გადაფარვა. ხე თავად მიხედავს დანარჩენს. და ამით უკვე გაქვს ყველაფერი საჭირო იმისთვის, რომ ის ხეხილი, რომელიც ნაყოფს არ იძლეოდა, ახლა აყვავდეს და ნაყოფი გამოიღოს ისე, როგორც არასდროს, მარტივი, ეფექტური და სწორად გამოყენებული ტექნიკის ანილირების დახმარებით. თუ ეს ვიდეო გამოგადგა, დაალაიქე, გაუზიარე მას, ვისაც ხე არის ხამს და გამოიწერე არხი. რადგან აქ ეკოპლანტურზე ვაზიარებთ რეალურ ტექნიკებს, რომ მივიღოთ მეტი ნაყოფი, გავაუმჯობესოთ მოსავალი და გამოვავლინოთ ჩვენი ხეების მაქსიმალური პოტენციალი, იქნება ეს მიწაში თუ ქოთანში. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და დაიმახსოვრე, ხშირად საქმე არ ეხება მეტ სასუქს, არამედ ხის სწორად სტიმულირებას. ნახვამდის და დიდი გულით გეხვევით.